პროდასავლელი ლობისტები ამბობენ, აი ამდენ მილიარდს რიცხავენ ამ ფონდში, იმდენ მილიარდს იმ ფონდში, ქვეყანა ეგრე არ ვითარდება, ფონდებით არ ვითარდება ქვეყანა. ქვეყანა ვითარდება ზუსტად შემდეგნაირად. სისტემა უნდა იყოს დახვეწილი. შრომითი კოდექსი უნდა იყოს დახვეწილი, სადაც მუშის უფლებებია დაცული, უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა დახვეწილი, სადაც ამ შრომით კოდექსთან დაკავშირებული უნდა იყოს ისე, რომ დასაქმებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს სოციალური გარანტიები, როგორც არის ჯანდაცვა, როგორც არის პენსია ღირსეული და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი რომ დაიხვეწოს, ამაში არც ევროკავშირი არ დაგვილაგებს ამას და არც რუსეთი და არც ჩინეთი. ჩვენ უნდა დავალაგოთ. ჩვენ ამის გაკეთება არ გვინდა, ჩვენ უბრალოდ ხალხს გვეუბნებიან, რომ შეგიყვანთ ევროკავშირში და ისინი მოგხედავენ და ხალხი თუ ასეთი მეამიტია, რომ სადღაც ვიღაცა კავშირი გაგვამდიდრებს, მაშინ ვერ არის ჩვენი საქმე კარგად, გამოღვიძება არის აუცილებელი. იმიტომ რომ არ ღირს არაფრად ევროკავშირის შესვლა, არც იმდიდრი არ გველოდება იქ, არც კეთილდღეობა. რაღაცა გახსნილი საზღვრები არავის არ ჭირდება, იმიტომ რომ ქვეყანა დაიცლება მასე და ლოგისტიკურად ჩვენ არაფერი არ გვაკავშირებს ევროკავშირთან, ზღვის გარდა. თურქეთი შედის ბრიქსში ბოლოს და ბოლოს, ანუ შუაში აღმოჩნდებით ბრიქსში და რა ევროკავშირი და ევროინტეგრაცია, ანუ არჩევანი მარტივია. აირჩიეთ საქართველოს, ნუ ირჩევთ რაღაცა ორგანიზაციებს.